მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლებას ინდისის პატიმრებს მიეცით წამალი ბავშვებს. ეს ორი მთავარი გზავნილი, რომელიც ყოველდღიურად უნდა ჟღერდეს, რაც შეეხება ფასებს, ფასების კომისიას, იმ მთელ პოპულისტურ შოუს ამდენი თვის განმავლობაში, რომ დგამდა ქართული ოცნება, აქვს ისეთივე უბადრუკი გაგრძელება, როგორც ის სათავეში იყო ასე მოაზრებული. არანაირი სამთავრობო კომისია, საპარლამენტო კომისია, სუსის ინტერვენცია არ იყო იმისი გარანტია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლებოდა ფასები დარეგულირებულიყო, იმიტომ რომ ეს ასე არ ხდება. საბაზრო ეკონომიკაში ეს ასე არ ხდება და ქართულმა ოცნებამ თუნდაც საჯარო კომუნიკაციაში ბევრჯერ წაიმტრია უკვე ცხვირი ამასთან დაკავშირებით. ჯერ ამბობდნენ, ადარებდნენ, რომ ფასები საფრანგეთთან შედარებით საქართველოში უფრო მეტიაო, რამდენიმე კვირაში კობახიძემ თავისივე ნათქვამი გადათქვა და თქვა, რომ ეს ასე არ ყოფილა, აბრალებდნენ ბევრ სუპერმარკეტს, ქსელში სიჭარბეს სუპერმარკეტების აღმოჩნდა, რომ არც ეს ყოფილა მიზეზი და რაიმე გამომწვევი იმისა, რომ ფასები მაღალია, არც ხელოვნურად გაზრდილი მარჟები და თვითონ მათმა კომისიამ დაადგინა ბატონმა ბერეკაშვილმა გვახსოვს ხმის კანკალით როგორ წაიკითხა ეს დასკვნა, რომ ყველაფერი ისე ხდება ამ ქვეყანაში, როგორც სხვა ქვეყნებში შესაბამისი კონკურენციით, საბაზრო ეკონომიკაში როგორც ხდება, საბრუნავი კაპიტალით და ასე შემდეგ. და ეგ რაღაცა ხელმოსაჭიდი ჰქონდა, თითქოს დისტრიბუციის პრობლემაო და გამოვიდნენ დიდებული ინიციატივით, რომ ცენტრალიზებული დისტრიბუციის რაღაცა უწყება უნდა შევქმნათო. კვერცხი თითქოს გაიაფეს ხუთი თეთრით და ის ტყუილიც ძალიან მალე გამოაშკარავდა. სინამდვილეში ეს იყო მანამდე 1 იანვრამდე გაძვირებული რაოდენობა, რომელიც ისევ საწყის ნიშნულზე დააბრუნეს და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველთვიურად ძვირდება პროდუქტები. ახლა კობახიძისგან რა უნდა დავიჯეროთ, როდესაც უწიფრად ერთხელ თქვა და შემდეგ იმეორებს, რომ შესაძლებელი არის ამ ქვეყანაში 10 ლარად 9 კილოგრამი საქონლის რბილი ხორცის შესყიდვა. ასე რომ ყველანაირი ზღვარი, ყველანაირი ლიმიტი არის წაშლილი მათი უტიფრობის და სერიოზულად ამაზე მსჯელობა არის უკვე შეუძლებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ის თვალში ნაცრის შეყრა მათ ნამდვილად არ უნდა ეპატიოთ, იმიტომ რომ დიახ, ამ ქვეყანაში მართლაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა ინფლაციის, ფასების მომატების, დინამიკაში მომატების, მაგრამ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, მათი უგუნური ეკონომიკური პოლიტიკა, მათი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ძალიან წარედ იწვნევს სამწუხაროდ, ის იზოლაციონისტური პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ რეალურად, რასაც ექსპორტზე ვუშვებთ, ხო, იქ ნახმარი მეორადი ავტომანქანები არის, მეორეული ავტომანქანები, რომელიც ყირგიზეთში გადის და ისევ რუსეთისთვის არის ალბათ ბოლოს გამიზნული და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც თითქოს შემოვიდა ამ ქვეყანაში, იყო არაბული ინვესტიცია, რომელზეც საზოგადოებას აქვს ძალიან სამართლიანი აღშფოთება. მაშინ, როდესაც გაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და თუ ისეთი შემთხვევები ხდება, როგორც მაგალითად საწვავის გაძვირება მსოფლიოში, აქ შეგიძლია გააკეთო ისეთი ჩარევა, როგორიც არის აქციზის გადასახადის გაუქმება, როგორც დროებითი ღონისძიება საწვავზე. შეგიძლია დამატებითი ღირებულების გადასახადი ჩამოიყვანო 5%-მდე პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ისევე როგორც ხდება ეს ბევრ ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიაში და ასე შემდეგ. ამაზე ძლიერი საქართველო ლელო კვირების განმავლობაში საუბრობს, მაგრამ მათ აირჩიეს სრულიად უსაფუძვლო პოპულიზმი და თითქოს შემდეგ მაშველ რგოლად გამოუჩნდათ მათთანვე დაკავშირებული ბიზნესი მსხვილი მარკეტების, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რაღაცა მწვანე მარკერის ნაცვლად წითელი მარკერით, თუ ყვითელი მარკერის ნაცვლად წითელი მარკერით განსაკუთრებით გადაკებისთვის კიდევ უფრო დაწიონ ფასები. მაშინ, როდესაც ქვეყანაში გაჩერებული არის ანაკლიის სპორტი და ურცხვად გვატყუებენ, რომ 6 წელია აშენებენ თითქოს მას, რასაც უნდა მოეტანა ამ ქვეყანაში, ხო, ეკონომიკური განვითარება. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები აქ
არ შემოდის განსხვავებით სომხეთისაგან, სადაც აი მათმა სწორმა საგარეო პოლიტიკამ პირველ რიგში მოიტანა ის, რომ Nvidia აკეთებს უზარმაზარ ინვესტიციას ჩვენ მეზობელ სომხეთში და მარკო რუბიო ახლა საუბრობს, რომ სომხეთი რეგიონში უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბი. ძალიან მოხარულები ვართ ჩვენი მეგობარი მოძმე სომხების ამ წარმატებით, მაგრამ ამავდროულად ის უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს არათუ უკან გადადგა ნაბიჯი, არამედ ჩამოვარდა და დაენარცხა ძალიან სერიოზული საფეხურიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. გიორგი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ეს შეეხება უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის საკითხს. დღეს ჩვენ ნახეთ კობახიძის განმარტება, რომელიც ამბობს, რომ ამერიკისგან პარტიების აკრძალვის სარჩელის გამოტანაზე საუბარი უსამართლობა იქნებოდა. საზოგადოება ასევე იცნობს სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებს, ხო? როგორც ოპოზიციასთან, ისევე ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი იყო სწორედ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია იყოს სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატი. ეხლა აი რას უნდა დაელოდოს ასევე საზოგადოება იმ კუთხით, რომ ანუ ამ სურათის პარალელურად დღეს ოცნება, აი მაგალითად ჩვენს ეთერში ზოგიერთი სტუმარი ამტკიცებდა, რომ სწორედ ამის სათქმელად გამოვიდა დღეს პაპუაშვილი, რომ ეთქვა, რომ არა, აკრძალვის საკითხი არ იხსნება დღის წესრიგიდან, ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ეს არის თემა, რომელსაც ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში, ხომ? აი თქვენზე რა ტიპის გავლენას ახდენს ეს მოცემულობა, სხვათა შორის დღეს ცლად შეგაფასათ იგივე პაპუაშვილმა, ამაზე მოგვიანებით გითხავთ, აი მანდატების დაყრის ნაწილზე ისინი კვლავ ამბობენ, რომ გარე ძალების კარნახის იმოქმედა ყველამ, თუმცა შემდეგ ზოგიერთმა აზრი შეიცვალა. ხო, ქართული ოცნებისგან ეს სრულიად ბინძური, მოგონილი კონსპირაციის თეორიებზე დაფუძნებული რიტორიკა არავის უყვირს და არც მათ რომელიმე ნათქვამ სიტყვას საჯარო გამოსვლას აქვს რაიმე ფასი ჩალის გარდა. ბევრჯერ გვინახავს ერთსა და იმავე სპიკერს მათ მოლაპარაკე თავებს, როგორ უთქვამთ ერთი და არათუ რაიმე განსხვავებული უთქვამთ შემდეგ თავისივე ნათქვამისგან, არამედ თავისი ნათქვამის საპირისპიროც კი ხშირად ყოფილა ესეთი რამ, ასე რომ მათი გულზე მჯიღის ცემა ჩემთვის და ჩვენთვის რა თქმა უნდა არაფერს ნიშნავს, ეს არის მათი რაღაცა იაფფასიანი ტაქტიკა, რომელიც ისევ გათვლილი არის ალბათ ყველაზე ორთოდოქს ბრმადმორწმუნე ხარდამჭერებზე, რომელიც შემორჩა თან. გულზე მჯიღის ცემა რა არის, გიორგი, რომ არანაირი პარტიების გაუქმება არ იქნება. დღეს სხვათა შორის ამბობდა იგივე პაპუაშვილი. მოდი ესე ვისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს რომელი გვარის ადამიანი, უბრალოდ ეს არის რაღაც ივანიშვილის პოზიცია, რომლის გახმოვანებაც ხდება ალბათ, ხო? ის არის გუნდის ლიდერი. ის ამბობდა, რომ თუ საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ პარტია არაკონსტიტუციურია, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს, ხო? აი რაღაც იწევს, ხო, ინტერესს, ანუ აი მთელი მოლაპარაკებისა თუ აი ყველა სურათის ფონზე იმავე რიტორიკის გაგრძელება. იმ ფონზე თუნდაც, როდესაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი არის აქტიურად და კონკრეტულ საკითხებზეა ლაპარაკი. ეს რას გეუბნებათ? ხო, მოდი ასე ვთქვათ. პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომ ესო არის უბრალოდ ჩვენი დაპირებაო ჩვენი ამომრჩევლისადმიო 1,200,000 ამომრჩევლისადმიო, ხო? ასეთი რაღაც განაცხადა. დიახ. ანუ ამითი პაპუაშვილმა ჯერ ერთი წინააღმდეგობაში მოიყვანა თავისივე მანამდე ნათქვამი და ზოგადად მათი ხაზი რაც აქვთ, ხო? კომუნიკაციის ხაზი, რომ აი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასონ. პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური სურვილი და ეს დაუპირდით ჩვენს ამომრჩეველსო. მაგრამ ამავდროულად ამითი ამბობენ, რომ იმ მილიონამდე ამომრჩეველს, რომელიც მათივე გაყალბებული შედეგებით 2024 წელს იყო მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიებისა, რომელთა აკრძალვასაც მეორე ნაწილს საზოგადოების პირდება, ანუ ასე აღვივებს კიდევ ერთხელ დაპირისპირებას, აღვივებს შუღლს, აღვივებს ანუ არჩევნის გარეშე უნდა რომ დატოვოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი მათივე შედეგებით, ხო? აი ეს არის მათი რეალური სახე. ისინი აჭრილები არიან თავიანთ კომუნიკაციაში, ლოგიკა და თანმიმდევრულობა არ არის მათ განცხადებებში ჯერ ერთი. რაც შეეხება აიკრძალებიან თუ არა პარტიები, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათივე ნაბიჯებით. თავადვე მიიღეს ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობა და აი ამ პროცესისათვის 9 თვიანი ვადა განსაზღვრეს, დიდი
რაღაც აჟიოტაჟი შექმნეს თავიდან, რომ აი დღეები რჩება იმისთვის, რომ შევიტანოთ ეს სარჩელიო, შეიტანეს და 6 თვე გავიდა ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან საერთოდ ჩქამი არ გაგვიგია. განა იმიტომ, რომ ძალიან გადატვირთულია საკონსტიტუციო სასამართლო და ვერ მოიცალა ამ საკითხისათვის. არა, უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ერთ-ერთი წაგრძელებული ხელი ქართული ოცნების ელოდებოდა ნებართვას, ელოდებოდა უბრალოდ დირექტივას. და მათ წამოიწყეს ის თამაში, რომელიც შემდეგ შევიდა ჩიხში, მათ არ იცოდნენ როგორ უნდა გაგრძელებულიყო და მით უმეტეს როგორ უნდა დასრულებულიყო, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული ქართულ ოცნებაში და პირადად ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული, არაფერ შუაში არ არის ის საკონსტიტუციო სასამართლო და რა გააკეთეს, შეიტანეს კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალაზე, მეოთხე პოლიტიკურ პარტიაზე სამართლებრივად სრულიად გაუმართლებლად და გაუმართავად იმისთვის, რათა ეს 9 თვიანი ვადა ხელახლა გაეგრძელებინათ, თორე 3 თვეში უნდა დასრულებულიყო ეს პროცესი. და იმის ნაცვლად, რომ ცალკე სარჩელი შეეტანათ, გამოიტანეს ის ძველი სარჩელი და ახლიდან ჩართეს დროის მრიცხველი. ესეთი ქმედებები მეტყველებს რაზე, რომ მათ არ იციან როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, ეს არ არის მარტივი, თუნდაც ქართული ოცნებისთვის. დამოკიდებული არის ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, რომ თავდაპირველი ფსონი რომ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს გაკეთებული რუსეთზე, უკრაინაში, რომელზე კაპიტალიზებაც მაშინ საკმაოდ წარმატებულად მოახდინა ომის პროპაგანდით, ომის შიშით, საზოგადოების გარკვეულ სეგმენტზე ამან ზეგავლენა მოახდინა, ხედავს რომ აგერ მეხუთე წელია გრძელდება უკრაინაში ომი, რუსეთის პოზიციები არის შესუსტებული, რუსეთი ვეღარ იცლის უკვე სხვა საკითხებისათვის, იქ ირანი რომ ჰყავდა მეორე მოკავშირე, ვნახეთ როგორც ხდება, თურმე აღმოჩნდა რომ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესის სფერო არათუ დედამიწის მარჯვენა სფეროც, ნახევარ სფეროც აღმოჩნდა, არამედ კონკრეტულად ჩვენი რეგიონიც. და ბუნებრივია ეს აძლიერებს შიშებს ივანიშვილისას, მით უმეტეს, როდესაც კობახიძე ახლა უტიფრად რომ ამბობდა, წინა ადმინისტრაციის ბრალი იყო ყველაფერიო, ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ კი არა, უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივა სანქციები, რომლის მოხსნასაც ის ასე ძალიან ელის და ელტვის. ეს ხომ მოხდა ამ ადმინისტრაციის პირობებში. შესაბამისად ის ცრუ მოლოდინები, რომელიც შექმნეს ჯერ 2025 წელს, რომ აი 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ გადატვირთვა მოხდება, მერე გაზაფხულზე 100 დღის შემდეგ გადატვირთვა მოხდება, არანაირ გადატვირთვასთან საქმე არ გვაქვს ჩვენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართული ოცნება არც ზნეს იცვლის და არც ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რათა რაიმე გადატვირთვის პროცესის დაწყებაზე და ამის ნიშნებზე იყოს საუბარი. მაშინ, როდესაც გახსნილია მართლაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობის ფანჯარა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ იმ დიდი სარგებლით, რომლითაც ასე ოპტიმალურად სარგებლობენ ჩვენი მეზობელი მეგობარი აზერბაიჯანი და სომხეთი, ჩვენს ვისარგებლოთ ტრამპის გზის, ეგრეთ წოდებული ტრიპის, ხო, რომელიც არის ტრამპის სახელობის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის, აყვავებისათვის, ეს ამის მონაწილე გახდეს ჩვენი ქვეყანა და შავ ზღვაზე რომ გვაქვს გასასვლელი და ანაკლიის პორტი გახდეს კარიბჭე აი ამ დიდი სატრანზიტო გზისა და შუა დერეფნისა, ამის შესაძლებლობა გვაქვს და ამას გვაკარგინებს ჩვენ ქართული ოცნება, იმიტომ რომ უნდა პარტიების აკრძალვა, მაშინ როგორ პოლიტიკურ პროცესზე და როგორ შეიძლება ნორმალიზებაზე საუბრობდეთ და როგორ შეიძლება სხვაგვარად გავიგოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ ყველა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, თუ პოლიტიკური პროცესში მონაწილეობას ქართული ოცნება აკრძალვით და სხვა შეზღუდვებით აუგზავნავს. შესაბამისად, ქართულ ოცნებას აქვს გზა, ძალიან მკაფიოდ დანახული, ან ამ გზას დაადგება და შეასრულებს, ან წავა გაცილებით უარეს იზოლაციონიზმამდე, რომელიც მასვე მოუღებს ძალიან მალე ბოლოს საგარეო ასპარეზზე და პირველ რიგში ქართველი ხალხი დაასრულებს ამ რეჟიმს
კონსტიტუციურად არჩევნების მეშვეობით, როდესაც წალეკავს იმ დამთრგუნავი უმრავლესობით, რომლითაც ჩვენ მუშაობთ. დიახ, ეხლა სოციალურ ქსელში ალბათ ნახა საზოგადოების ნაწილმა ალექს რაუფოღლუს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ამას პოლიტიკოსების ნაწილიც, ასე ვთქვათ, აზიარებს. რუბიომ რა ილაპარაკა ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პირობებად, მათ შორის რა არის, ვთქვათ, მოთხოვნილი, რა უნდა შეიცვალოს ირანის საკითხი, ჩინეთთან კავშირების გაღრმავების თემა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მალე უფრო დეტალურ ინფორმაციას ცხადია მივაწოდებთ მაყურებელს, თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანია, ხო, არის ნახსენები ირანი და ასე ვთქვათ, პეკინთან კავშირების გაღრმავების საკითხი და ის თუ რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ვთქვათ, ამ მხრივ რა ტიპის ქცევა როგორ უნდა შეიცვალოს, რომ რეალურად ეს ვითარება გაუმჯობესდეს და ურთიერთობები გაუმჯობესდეს ვაშინგტონსა და თბილისს შორის. ეს რის თქმელია თქვენთვის, ცხადია, ამაზე მეტი კომენტარები წამოვა უახლოეს პერიოდში, ფაქტია არსებობს რუბიოს გამოხმაურება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე. რაუფოღლუს განცხადებას მეც რამდენიმე წუთით ადრე გავეცანი თქვენს ეთერამდე, მაგრამ სულისკვეთება და ლოგიკა აქ მე მგონი ძალიან ცხადია და სრულიად მოსალოდნელიც, იმიტომ რომ დიახ, მან გავრცელა ამონარიდი კომოსმენიდან, დიახ, სადაც რუბიო საუბრობს თავად. დიახ. ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავისი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა. ამ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში ირანი და ჩინეთი არის ამერიკის ყველაზე ოდიოზური მეტოქეები ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტი პოლიტიკური მტრობა ამ ქვეყნებთან აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბუნებრივია, ახლა რუსეთიც, პუტინის რუსეთი ყოველთვის არის ამ დოქტრინაში. მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ფსონი მთლიანად დადო ოფიციალურად და დეკლარირებულად ჩინეთსა და ირანზე და არადეკლარირებულად შეიძლება და შეფარულად, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად ჭიპლარით არის გადაბმული რუსეთის ფედერაციაზე, ბუნებრივია ეს ხდის ქართულ ოცნებასთან ერთად სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას დღევანდელობაში იმ წრის მიღმა, რომელშიც აღმოჩნდით და რომელშიც აღმოჩნდნენ რომლის შიგნითაც აღმოჩნდნენ ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი. რუბიო თავად იყო ჩასული რამდენიმე დღის წინ ერევანში, მანამდე ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი იყო ჩასული ერევანში და არის უდიდესი ინტერესი ჩვენი მეზობელი სომხეთის მიმართ და დასაყრდენი გახდა რეალურად სომხეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა, არა მხოლოდ ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. სამწუხაროა, რომ საქართველო რჩება ამის მიღმა, მაგრამ ძალიან ლოგიკურად ახსნადია ეს, თუნდაც რუბიოს ამ სიტყვების შემდეგ, ხო? როდესაც საქართველოს ხელს უწყობს და ამაზე ალბათ უფრო დეტალური ინფორმაცია წამოვა ირანს და ჩინეთს და სანქციებისგან გვერდის ავლაში მათ შორის, ბუნებრივია საქართველო არის აუთსაიდერი და ვერანაირი ნორმალიზება საქართველოსთან ურთიერთობის და გადატვირთვა ვერ მოხდება თუ საქართველო ამ ნაბიჯებს არ გადადგამს. აი ეს არის ძვირფასო მეგობრებო და პირველ რიგში მე მივმართავ ჯერ კიდევ ქართულ ოცნებაში ბოლომდე დაურწმუნებელ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მიამიტურად გგონიათ, რომ ეს არის ანტიდასავლური და შესაბამისად ანტიეროვნული ძალა, აქეთკენ მიგვაქვანებს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნა გადადგმული და შესაბამისად, რაც არ უნდა თქვან საჯაროდ ქართული ოცნების მოლაპარაკე თავებმა ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება, სანამ ისინი არ შეცვლიან მათ მიდგომას, როგორც დასავლეთის, ასევე ავტორიტარული ქვეყნების მიმართ. დიდი მადლობა, გიორგი.